ამ ვიდეოთი მინდა ორ საკითხს გავცე პასუხი, რაც შეიძლება მოკლედ შევეცდები, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან არის თან დაკავშირებული და ამ ბოლო დროს დაიწყეს ამაზე აქტიური ლაპარაკი. ერთი ეს არის, რომ არ ვიცი გაჩნდნენ ტიპები, რომლებიც იძახიან, რომ აი ძაღლების მოყვარულები, თვითონაც ძაღლების მოყვარულები არიან, რო კითხო და ამბობენ ესეთ რაღაცას, რომ თითქოს ძაღლების მოყვარულები როცა ვამბობთ, რომ ჩვენც არ გვინდა ძაღლები ქუჩაში და სუპერმარკეტებთან და იმ რაღაც ამ ქუჩებში ძაღლები არ უნდა იყონ, არამედ სახელმწიფომ უნდა იყოს მათზე გარკვეული პასუხისმგებლობა და ვამბობთ კიდევაც როგორ უნდა მოხდეს ამ ძაღლების ქუჩებიდან გაყვანა და ეს არ უნდა იყოს ხოცვა ჟლეტვა, ხო? უნდა გაკეთდეს რაღაც გარკვეული დაცული ტერიტორიები, რომელიც ელემენტარული სეტკით შემოიღობება და არავინ საკუთრებაში ამ მიწებს არ ითხოვს. რაღაც 10 წლით უბრალოდ სანამ არავინ ამ მიწებს არ იყენებს, 10 წლით დროებითი სარგებლობით გამოიყოს აი რავი 100, 150 ადგილას, 200 ადგილას თუნდაც თელ საქართველოში ესეთი მიწები და მოყვარულები აი ეს სეტკაში ჩაკეტილ ძაღლებს ზოგან 50, ზოგან 70, 100, 150 ძაღლი, რომელიც ერთმანეთს არ ერჩიან. აი ესე შეირჩევა ჯგუფებად და მივლენ მოყვარულები და აჭმევენ რა ქვია და მოულიან ასე ვთქვათ ერთ სიტყვით და არაო ჩვენო არ უნდა მოვთხოვთ რომ ქუჩებში ძაღლები არ ჩვენ არ გვინდა ესო შეცდომაო მე მგონია რომ ვინც ამას ამბობს რომ ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ რომ ქუჩებში ძაღლები არ ჩვენ არ გვინდა ის თვითონ პროვოკატორია თითქოს ისინი ითხოვენ რომ ჩვენ ვთქვათ რომ არა ქუჩებში უნდა იყონ ძაღლები მიკედლების გაფორმებით უნდა იყონ მაინდა-მაინც ქუჩებში და უნდა მივხედოთ მაინდა-მაინც ქუჩებში თორე თუ ჩვენ ვამბობთ რომ ძაღლები ქუჩებში არ გვინდა ეს იმას ნიშნავს რომ სახელმწიფომ უნდა დახოცოს არ არის ესე კაცო დახოცვის და განადგურების და მკვლელობის გარდა არსებობს ძალიან მარტივი გზა მოგვარების ეს რაც თქვი თუმცა კიდე სხვა არგუმენტებსაც გეტყვით ზუსტად რატომაც მე თვითონაც და მართლა ყველა ჭუათ მყოფელი ძაღლმოყვარული ვითხოვთ და ვამბობთ რომ აქ ჩვენ არ გვინდა ქუჩებში ძაღლები ანუ იმათი არგუმენტაცია რომ აი თითქოს ჩვენ ვითხოვთ რომ ქუჩებში იყონ ეს უპატრონო ძაღლები და რა ვიცი მე იარო გროდ და რაღაცა ხო ჩვენ თუ თქვით რომ კი გვინდა ქუჩებში ჩვენ გამოგვაცხადებენ შერეკილებად ეს პირიქით პროვოკატორები არიან მეთქი ესენი რომელიც ამას მოგვიწოდებს რომ თითქოს ეს არ უნდა მოვითხოვოთ ჩვენ რომ ქუჩაში არ იყონ ძაღლები ზუსტად იმიტომ ამბობ რომ იმათ აძლევენ კოზირს კაცო ისინი მე და ჩემნაირებს იმიტომ ვერ გვეუბნებიან ვერაფერს რომ ჩვენ თვითონაც ვამბობთ რომ ქუჩაში ძაღლები არ უნდა იყონ და ჩვენ თუ ვიძახეთ რომ უნდა იყონ ქუჩაში ძაღლები ისინი დაგვაპირისპირებენ საზოგადოებას ჯერ ერთი ის რომ ბევრს მართლა აქვს შიში კაცო ამზე შეიძლება ეს ძაღლი არ წარაჭავდეს მაგრამ შიში აქვს ფობია აქვს ადამიანს და იმ ფობიიან ადამიანს ქუჩაში სიარულის უფლება აქვს ესია მარტივია და ადამიანი ნამდვილად უპირატესია რაც არ უნდა იძახო ადამიანი უპირატესია შესაბამისად ქუჩაში არ უნდა იყონ ძაღლები თუმცა ამასაც რო თავი დავანებოთ იმ ადამიანების ინტერესის გათვალისწინებად ფობიან ადამიანს ეშინია კაცო ძაღლი ნუ გეშინია უძახი არ არის ეგრე ეშინია და ამ ფობიანი ადამიანების ინტერესის გათვალისწინების გარდა ასევე კიდევ რა არის მთავარი აქ რომ თვითონ ქუჩაში დადის უამრავი ძაღლმოძულე რომ უბრალოდ ეზიზღება ძაღლები გაივლის ქვას ჩაარტყამს აი გაივლის რაღაც ესვრის გაივლის ჯოხს არმატურას ჩაარტყამს თქვენ თვითონ ძაღლმოყვარული ვარ რო იძახი რა 24 საათი უყარაულებთ იმ ძაღლს იქ რომ ვიღაცამ თავში რაღაც არ ჩაარტყას ვიღაცამ ელემენტარულად გამოიაროს ჩატენოს მანქანაში და წაიყვანოს გადააგდოს პარში ან 112 კი არა ვიღაცა ძაღლმოძულემ ჩატენოს მანქანაში წაიყვანოს სადღაც ტყეში გაიყვანოს მოკლას და ჩამარხოს იქა თქვენ დაიცავთ ამ ძაღლებს ანუ შენ ძაღლმოყვარული თუ ხარ შენ თვითონ არ უნდა გინდოდეს ქუჩაში ძაღლები იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ეს ფობიან ადამიანებს დისკომფორტს უქმნიან თვითონ ძაღლებისთვის არ არის უსაფრთხო ქუჩა თვითონ შენ თუ გიყვარს ძაღლები იმ ძაღლისთვის ის ქუჩა არ არის უსაფრთხო აი ძაღლი რომელიც მე ხარ ლოტკინიდან მომპარეს და არაერთხელ მithქვამს ეს ვიდეოში სამჯერ მყავს გადარჩენილი სიკვდილს ერთხელ დანა ქონდა დარტყმული არ ვიცი ვინ დეგენერატმა დაარტყა ერთხელ საფანტი ქონდა დარტყმული და დილის 6 საათზე აფთიაქის გოგოებმა იპოვეს სისხლში ცურავდა ძაღლი და ერთხელ კიდე ვიღაცამ არმატურა ჩაარტყა თავში და ხა როგორ უნდა მინდოდეს ძაღლი ქუჩაში კაცო ცოტა დაფიქრდით პირიქით კიდე ერთხელ გიმეორებთ არა იმიტომ რომ ძაღლები ვიღაცას დისკომფორტს უქმნიან ეს ერთი ესეც გასათვალისწინებელია თვითონ ძაღლები ამდენი სადისტის და მანიაკის ხელში
არ არიან ქუჩაში უსაფრთხო, ზოგი შემგროვებელია, მოიტაცებს ამ ძაღლს და მე აწამებს და ზოგი აი ესე ურტყამს, არ მე რომ ყავს ეგერ ძაღლები შემოყვანილი ეზოში ჩაკეტილი 8 ძაღლი აქედან 6 ქვებით და არმატურებით მოძდევდნენ თავებს უჩეჩქვავდნენ ხალხო. ასე რომ ძაღლები ქუჩაში არ უნდა იყონ და წერტილი უბრალოდ ეს არ ნიშნავს იმას არავითარ შემთხვევაში რომ სახელმწიფომ ეს ძაღლები უნდა დახოცოს. რაც უნდა გავაკეთოთ უკვე თქვი არაერთ ვიდეოში. ეხლა ამაზე მინდა პასუხი კიდე ზოგიერთებმა დაამიწყეს იქ რომ იმ დაცულ ტერიტორიებშიო კიო გადაიყვანო ძაღლებსო ესო მარაო ამდენი ავადმყოფი ძაღლი როაო ამდენი ტრავმირებული ძაღლი როაო ამდენი ეს როა ბიჭო რატოა მე ის ტრავმირებული და ავადმყოფი ძაღლი ზოგს მანქანამ დაარტყა ზოგს აი რაც თქვი თავში რაღაც ჩაარტყეს ზოგს ქვაესროლეს ზოგი რა ვიცი მე დაავადებულ თავს გაეკიდა და იქედან დაავადება ზუსტადაც აი დაცულ ტერიტორიებში რო შევიყვან ძაღლებს აღარ იქნება ქუჩებში ამდენი ტრავმირებული ძაღლი, ამდენი დაავადებული ძაღლი და ესეთები აღარ იქნებიან. ანუ ძალიან მარტივია რა, მოკლედ რომ იმ დაცულ ტერიტორიაში არც მანქანა შევარო ძაღლს დაეტაკოს, ვერც ძაღლი გამოვა გარეთ რომ მანქანა შეუვარდეს, ვერც ვიღაცა ძაღლ მოძულეებთან შეხება არ ექნებათ და ქუჩაში როგორც გადიან და ზოგი თავში რაღაც ჩაარტყა ხე დაცულ ტერიტორიაში ვერავინ ვერ შეუვარდება და ვერც ჩაარტყამს იმ ძაღლს და ვერ დააზიანებს და ვერაფერი შესაბამისად ძალიან ნაკლები იქნება ეს ტრავმირებული ძაღლების დაავადებების შესაბამისად ძალიან ნაკლებად გავრცელდება იმიტომ რომ ერთი და იგივე დაუშვათ ერთმანეთთან შეწყობილი ეს 50 ძაღლიანი 40 ძაღლიანი 30 ძაღლიანი ჯოგები იქნება და ერთმანეთში დიდად დაავადებებს ვერ გავრცელებენ ანუ უცხო ცხოველებთან ძალიან ნაკლები შეხება ექნება და საბოლოო ჯამში კიდე კაცო ზუსტად აი ეს რაღაც სახელმწიფო დროებითი თავშესაფრები რომელიც არის 1-2 არსებობს და კიდე 1-2 უნდა აშენდეს იქნება ზუსტად ეხლა მაინც მოხდება იქ რაღაც გარკვეული დაავადებები რაღაც პატარ-პატარა დაავადებები შეიძლება ერთმანეთს რაღაც ცოტა ტრავმა შეიძლება რა ვიცი რაღაცა პატარა ტრავმა აიკიდონ და აი მაგ ტრავმირებული და დაავადებული ძაღლებისთვის იქნება სწორედაც ის სახელმწიფო თავშესაფრები ასე რომ და გადაიყვან რა იქიდან უმკურნალებ თუ რაღაცა მოათავსებ დროებით იმ თავშესაფარში დააბრუნებ უკან ხა ცხობზე და ლეშმანელზე და იმაზე აღარ ვლაპარაკობ მაგ შემთხვევაში უპირობო ევთანაზია ხდება და ამის წინააღმდეგი არც არავინ არ არის ასე რომ სახელმწიფოს თხოვ აი საერთო ერთადე არ უნდა ამას მილიონები 20 მილიონები და 70 მილიონები უბრალოდ უსასყიდლოდ უნდა გამოიყოს გარკვეული ტერიტორიები ცოტა მოზრდილი ტერიტორიები სადაც გინდა თბილისიდან რადონეზე მოშორებათაც გინდა ქუთაისთან ბათუმთან იმასთან ამასთან და შემოიღობოს პატარა მავთულით შემოყავდეს იმ რაღაცა სეთქებით შიგნით უნდა დაიდოს ძაღლების ეს სახლები როგორც ქუჩაში ცხოვრობენ ძაღლები ისე იცხოვრებენ უბრალოდ ვერ გავლენ იმ ტერიტორიიდან და ეგ იქნება ძალიან გთხოვთ რომ ეს გაითვალისწინოს ახლა მეტი არაფერი მოყვარულები ეს ვოლონტიორები იმდენი არიან რომ ამას ჩვენ მივხედავთ უბრალოდ გვინდა ეს მიწები და აი ამ საკუთარ ანტიპიარში გაინადგურეთ ბიჭო იმიჯი ამითი ძაღლების ხოცვით გაინადგურეთ ნაცებს უთან ათანაბრებს ბევრი უკვე ხოცებთან იმიტომ რომ მანიაკიზმია ეს ძაღლების ხოცვაც და საშინელება და ძაღლების უკან კიდე უამრავი ადამიანი ცუდად ხდება და კვდება და ავადდება ამ ძაღლებზე ნერვიულობით და ბიჭო საკუთარ ანტიპიარში იხდით ამ 20 და 30 მილიონებს კაცო და კიდე ერთხელ ვიძახი ეს რო იყოს ისეთი პრობლემა რომელსაც აი იტყვი რომ აი რა ვქნათ რა სხვანაირად არ გვარდება და აი რა გავაკეთოთ აი რაღაც აი რა ვიცი ძალიან გული წდა არა ბიჭო გამოდიან და დიახაც უნდა დაძინდეს დიახაც ევტანაზია დიახაც მოკვდეს ბუ გავანადგუროთ არ შეიძლება ბიჭო ეს არა და რომ იყოს მოუგვარებელი პრობლემა მეც ვიტყოდი რომ აი გული მწყდება რა ვქნათ ცუდად ვარ რაღაც მაგრამ სხვა გზა არ არის და ნუ რა ვქნათ ვერ ვიზამთ ვერაფერ ძალიან ცუდი რაღაცა კეთდება მაგრამ სხვა გზა არ არის მაგრამ როდესაც არის სხვა გზა ძალიან ეფექტური გზაა და ანტიპიარად კი არა პიარად შეგიძლია გამოიყენო ეს ყველაფერი შენი პიარად ქართული ოცნების პიარში შეიძლება გადაიზარდოს ეს ძაღლების ჰუმანური და კარგი მიხედვა აი რა კაი ტიპები ვარ ძაღლებს რა კარგად უვლით უკვე ვინც დახოცეთ იმათ ვეღარ მოუვლით ვეღარ გავაცოცხლეთ მაგრამ ვინც ეგ გააკეთა ვინც ეს დებილობა შემოგაპარათ და დაგათანხმობა მიგაცემინათ აი ისინი დასაჯეთ და გადავიდეთ ძაღლების აი იმ ახალ
ტიპის და პირიქით თქვენი ანტიპიარი და უბედურება გადააქციეთ თქვენივე პიარში, რავი, ტვინი უნდა ამას, მეტი არაფერი. თუ არა და ძმაო, სიბოროტესთან ერთად დებილებიც ყოფილხართ. უბრალოდ ელემენტარული რეგვენია, ვინც აი ეს ძაღლების ხოცვის კამპანიის წამოწყება გაბედა და აუცილებლად ციხით დაასრულებთ. როდესმე, კარგად იყავით.